რა მასწავლა 2024 წელმა? 2024-ში მივხვდი, რომ ბედნიერებას არ უნდა დაელოდო. ის ნამდვილად ყოველდღიურ წვრილმანებშია. ზის ამოსვლა, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა, საყვარელ ადამიანთან საუბარი. ეს შეიძლება ყველაფერი იყოს. ყველაფერი ის, რაც სხვას უბრალოდ არ გააჩნია. ამ წელს კივილიც იყო. 5 წლის ნანატრი ორსულობა მალევე შეწყდა. ცხოვრება მასწავლა, რომ ბედნიერება და დანაკარგი ხშირად ხელჩაკიდებულები დადიან. ეს მწარეა, მაგრამ იმედი არაფრის გამო არ უნდა დავთმო, რომ სუნთქავ ეს უკვე უკეთესი მომავლის შანსი ძლევა. ასევე სიკეთის მოტანის სურვილმა წიგნი დამაწერინა, რომელიც ეხმარება ადამიანებს დაინახონ საკუთარი პოტენციალი და იპოვონ საკუთარი გზა კრეატიულობისა და ახდენილი ოცნებებისკენ. წელს გავიაზრე, რომ ჩემი წარმატებები ყველასთვის სასიხარულო და შესამჩნევი არ იქნება, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. არ მიაქციოთ ყურადღება იმათ, ვინც წაგების შიშით ერთ ადგილას დგას. წინიარეთ, რადგან თქვენი გზა მხოლოდ თქვენ გეკუთვნით. ვისწავლე, რომ ოცნებები არაზროს იკარგება. ისინი ქვეცნობიერში ინახება როგორც მომავლის ინვესტიცია. ამიტომ შეეშვით სხვების მოსმენას. იოცნებეთ მკაფიოდ, თამამად და დაიჯერეთ, რადგან ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ. 2024 წელმა მასწავლა, რომ ცხოვრება რთულია, მაგრამ არაფერი გახდება მარტივი იმისთვის, რომ ჩვენთან ბედნიერება თავისი ფეხით მოვიდეს. მოტივაცია ქმედებიდან მოდის. ნუ დაელოდებით შთაგონებას, რომ დაიწყოთ. უბრალოდ დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით. მოქმედება შობს მოტივაციას და ეს ენერგია აუცილებლად მიგიყვანთ იქ, სადაც გსურთ. მე კი ბედნიერშობა ახალ წელს გისურვებთ, ჯანმრთელობას, ქვეყანაში და გულებში სიმშვიდეს და მხოლოდ წინსვლას, უფრო და უფრო უკეთესი წლებისკენ. დროებით.